საღამომშვიდობის. მას შემდეგ, რაც ვატიკანმა თავის ტერიტორიაზე კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დააფიქსირა, რომის პაპმა გადაწყვიტა აღარ მისცეს ხალხს მასობრივი შეკრების საბაბი და ამით ხელი არ შეუწყოს ვირუსის გავრცელებას. ამიტომ დღეს საკვირაო ქადაგება ფრანცისკე პირველმა ტრადიციულად წმინდა პეტრეს მოედანზე სასახლის ფანჯრიდან კი არ წაიკითხა, არამედ ასე როგორც ამას ახლა მე ვაკეთებ, ვატიკანის ბიბლიოთეკიდან ლაივ ჩართვით მიმართა მრევლს, რათა ყველას სახლიდან გაუსვლელად შეძლებოდა მისი მოსმენა და უახლოეს მომავალშიც ზუსტად ასე აპირებს გაგრძელებას. ასე რომ ხალხს აღარ მოუწევს მოედანზე მასობრივად თავშეყრა და ერთმანეთის ინფიცირების რისკის ქვეშ დაყენება. ეს არის სწორედ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის მაგალითი. ჩვენც თუ ასე მოვიქცევით და თითოეული მათგანი თავის წილ პასუხისმგებლობას ავიღებთ თავზე, კორონავირუსიც ბევრად უფრო ნაკლებად საშიში აღმოჩნდება. პრინციპში მე შემიძლია გამოვიდე ახლა ამ თვითიზოლაციიდან, იმიტომ რომ წმინდა პეტრეს მოედნისგან განსხვავებით ჩემს სტუდიაში მე ისედაც მარტო ვარ და აქ ხალხი არასოდეს არ იკრიბება, ასე რომ აქ საფრთხე არ არსებობს. მე ვარ გიორგი გაბუნია, ეს არის პოსტფაქტუმი, თქვენ ხართ თავარი.